47 წლის განმავლობაში ისლამური რესპუბლიკა თავის ხალხს ეუბნებოდა, რომ ვერც ერთი მტერი ვერ გატეხდა მათ. ისინი მუდმივად იმეორებდნენ, რომ გადაურჩნენ სანქციებს, გადაურჩნენ მკვლელობებს და გადაურჩნენ ისრაელთან 12 დღიან ომსაც. ეს გადარჩენა იყო მთელი ის გამართლება, რის საფუძველზეც ირანის რევოლუციური გვარდია მსხვერპლს მოითხოვდა, ხარჯავდა ფულს და იყენებდა სისასტიკეს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. შემდეგ, გუშინ, ამერიკული საზღვაო ბლოკადის მე-11 დღეს ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ ეროვნული ტელევიზიით მიმართა თავის მოქალაქეებს, რომ ნაკლები საჭმელი ეჭამათ და ნაკლები ელექტროენერგია გამოეყენებინათ. არ ხუმრობ. ამ ყველაფერზე ძალიან მალე ვისაუბრებთ. ეს არ იყო წინააღმდეგობისა ან რაიმე მსგავსი განცხადება. ეს იყო რეჟიმის თხოვნა ხალხისადმი, რომ ნაკლები ეჭამათ, მეტი დაეზოგათ, რათა უფრო დიდხანს გადარჩენილიყვნენ. 11 დღე. მხოლოდ ეს 11 დღე იყო საჭირო, რომ რეჟიმის წარმომადგენლებს გაეცნობიერებინათ, რა პრობლემის წინაშე იდგნენ. ქვეყანა ინგრევა და ახლა ირანი თავის მოქალაქეებს რეჟიმის გადარჩენაში დახმარებას თხოვს. მოდით განვიხილოთ პრობლემა, რომლის წინაშეც ეს რეჟიმი დგას. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ყველა, მათ შორის მეც, ყურადღებას ამახვილებდა ექსპორტზე, რომელიც ირანს ვერ გაქონდა ომანის ყურეში აშშ-ს ბლოკადის გამო. და სწორადაც. ექსპორტი, განსაკუთრებით ნავთობის ექსპორტი, იყო ის, რითაც ირანის რევოლუციურმა გვარდიამ ფული იშოვა და გადარჩა. ასე ფუნქციონირებდნენ ისინი. ამ ფულს იკანებდნენ ყველა იმ საქმიანობის დასაფინანსებლად, რასაც ახორციელებდნენ, მაგრამ ბლოკადის კიდევ ერთი მხარე არსებობს, რომელსაც ხალხი ყურადღებას არ აქცევს. და ეს მხარე ახლა ბრუნდება, რომ ირანის ეკონომიკა გაანადგუროს. ხედავთ, ბლოკადა მხოლოდ იმაში არ მდგომარეობს, რომ გემებს ირანის პორტებიდან გასვლა შეუჩერო. ეს ასევე გულისხმობს გემების შეჩერებას საერთაშორისო წყლებში, რომ ირანის პორტებში აშევიდნენ. ძირითადად იმისთვის, რომ ირანის რევოლუციური გვარდიისა და ირანის რეჟიმისთვის საჭირო სხვა რესურსების მიწოდება შეაჩერონ. სინამდვილეში გახსოვთ ტუსკა, ის გემი, რომელზეც ბოლო რამდენიმე დღე ავსაუბრობთ. ეს იყო გემი, რომელიც აშშ-მ სულ რამდენიმე დღის წინ დაიკავა მას შემდეგ, რაც მის ძრავის ოთახს ესროლა. აბა, რა მოხდა? ეს გემი ცდილობდა ირანში შესვლას იარაღითა და სხვა ტვირთით, რომელსაც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან, უფრო კონკრეტულად კი ჩინეთიდან ეზიდებოდა. ტუსკას დაკავებით აშშ-ს საზღვაო ძალებმა დაამტკიცეს, რომ ეს ბლოკადა მხოლოდ იმაზე არ იყო მიმართული, რომ ირანს ნავთობის ექსპორტი არ შეეძლოს. ეს ასევე იმას ეხება, რომ ირანში რამის შეტანა შეჩერდეს. უფრო კონკრეტულად კი იარაღისა და სხვა ნივთების შეტანა. ეხლა ტუსკა სატვირთო გემი იყო, რაც ნიშნავს, რომ მას ჩვეულებრივი ტვირთი გადაჰქონდა, როგორც სხვა გემებს, მაგრამ მასზე ასევე იყო იარაღი, რომელსაც ირანის რევოლუციური გვარდია ბალისტიკური იარაღის პროგრამის აღდგენად გამოიყენებდა. ეხლა ირანის რევოლუციური გვარდიის თვალსაზრისით ეს რისკი ღირს იყო, რადგან ისინი ნამდვილად ფიქრობენ, რომ თუ ვერ იბრძოლებენ, ვერ გადარჩებიან. და სწორედ ამიტომ სჭირდებათ იარაღი და ძალიან სჭირდებათ. მაგრამ ნახეთ, ირანი ასევე დამოკიდებულია ექსპორტზე სხვა მრავალი საქონლისთვისაც. და ეს საქონელი ძალიან მნიშვნელოვანია ირანის მოსახლეობისთვის. გასულ წელს ირანმა დაახლოებით 60 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი შემოიტანა საზღვაო პორტებით. ძირითადად იმპორტებით, რაცებით რაც აქვს. ეს დაახლოებით 160 მილიონი დოლარია ყოველდღიურად. ნამდვილი საკითხის გასაგებად, ჩვენ უნდა დავუვირდეთ ზუსტად რას შემოქონდა ირანში და არა მხოლოდ იმ რაოდენობას, რასაც შემოქონდა. შეხედეთ ამ წეულ დიაგრამას თქვენს ეკრანზე. ყველაზე დიდი ნაწილი აქ, რა თქმა უნდა, ელექტრონიკა, აღჭურვილობა და ის ნივთები, რაც ქარხნებს სჭირდებათ. იცით, სხვა ადამიანებს სჭირდებათ და რა თქმა უნდა, ირანელ მომხმარებლებსაც სჭირდებათ. მაგრამ არის კიდევ ერთი ნაწილი, რომელიც თითქოს დამალულია. ის დაყოფილია სხვადასხვა კატეგორიად და ეს არის საკვები. მარცვლეული აქ, ეს მეორე ყველაზე დიდი ნაწილია. ძირითადად გულისხმობს ძირითად მარცვლეულს, როგორიცაა ხორბალი, სიმინდი, შეიძლება ბრინჯიც კი. შემდეგ გვაქვს ცხიმები და ზეთი. ესეც საკვების ნაწილია. და შემდეგ გვაქვს თესლები და მარცვლეული. ესეც საკვების ნაწილია. სინამდვილეში ირანული საკვების დაახლოებით 40-დან 60%-მდე სხვა ქვეყნებიდან შემოდიოდა. ირანი ნამდვილად არ არის თვითდამოუკიდებელი ან თვითკმარი ქვეყანა საკვების მომარაგის მიღების მხრივ. და გამოიცანით რა? ეხლა ეს საკვები აღარ შემოდის ქვეყანაში. და ამის გამო ირანის პრეზიდენტს გუშინ მოუწია ეროვნული ტელევიზიით გამოსვლა და ირანელ ხალხს თხოვა, რომ იცით, ნაკლები ეჭამონ და რა თქმა უნდა, ნაკლები ელექტროენერგია გამოიყენონ. მოусმინეთ. ჩვენ გვაქვს მარტივი თხოვნა. ჩვენი ძვირფასი ხალხის მიმართ, რომლებიც მზად არიან და ახლა აქ არიან, შეამცირონ ელექტროენერგიისა და ენერგიის მოხმარება. ამჟამად ჩვენ ახლა არ გვჭირდება ამ საყვარელი ადამიანების მსხვერპლი, მაგრამ გვჭირდება მოხმარების კონტროლი. რა პრობლემაა სახლში 2 ნათურის ჩართვა 10 ნაცვლადის ნაცვლად? ესენი ანგრევენ ჩვენს ინფრასტრუქტურას. ისინი გვაყენებენ ალხაში, რათა ხალხი უკმაყოფილო გახდეს და ის კმაყოფილება, რაც ახლა არსებობს, გადაიქცეს უკმაყოფილებად. როგორ უნდა დაუპირისპირდეთ ამას? ის რომ ჩვენ საერთოდ არ მივცემთ საშუალებას გაჩნდეს ის სფეროები, რომლებიც მათი აზრით ხალხში უკმაყოფილებას იწვევს.
ირანი ისე ძლიერად იმარჯვებს, რომ ახლა თავის ხალხს თხოვს შეწყვიტონ ჭამა, რათა გადარჩნენ და შეამცირონ ელექტროენერგიის მოხმარება. ეს ბლოკადის დაწყებიდან მხოლოდ მე-11 დღეა. ეს განცხადება გუშინ გავრცელდა, ხოლო ბლოკადა 13 აპრილს დაიწყო. 11 დღე მხოლოდ ეს იყო საჭირო. ეხლა ირანში საკვების მდგომარეობა უკვე საკმაოდ რთული იყო ამ ომამდე კიდევ. სინამდვილეში წლის დასაწყისში, როცა პროტესტები მიმდინარეობდა, ჩვენ შევისწავლეთ მონაცემები თუ რამდენი ღირდა საკვები ირანში და ყოველ თვე 10%-იანი ინფლაცია ჰქონდათ. სწორად გაიგეთ. ეს არ იყო ჩემი მხრიდან არასწორი გამოთქმა ან რამე მსგავსი. ყოველ თვე 10%-ია. თუ სწრაფად გამოთვლით, მივხვდებით, რომ 10%-იანი ინფლაცია თვეში ნიშნავს, რომ საკვების ფასები დაახლოებით ყოველ 7 თვეში ორმაგდება. ეს ნიშნავს, რომ ირანელები, რომლებიც უკვე ისედაც წვალობენ სხვა პრობლემების გამო და ამ პრობლემებზე ახლავე ვისაუბრებთ, ეხლა კიდე უნდა იდარდონ იმაზე, რომ საკვები შეიძლება მათ ბიუჯეტს აღარ დაეტიოს, რადგან ირანში ხელფასები თვეში 10%-ით არ იზრდება და ყველას სჭირდება საკვები. ამიტომ მათ უწევთ საკვების ინფლაციასთან გამკლავება. თუ სხვა რამეა, მაგალითად, ფუფუნების ნივთების ფასები იზრდება, შეიძლება ირანელებმა უბრალოდ არ იკრიტონ ფუფუნების ნივთები. მაგრამ საკვები ყველას სჭირდება და ირანი უკვე ისედაც წვალობდა საკვების ინფლაციის ძალიან მაღალი დონის გამო. და ამ ომის გამო ეს მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. ეხლა ირანის რევოლუციური გვარდიას არავინ ხავს დასადანაშაულებელი, გარდა საკუთარი თავისა. რადგან IRGC იყენებდა ამ სატვირთო გემებს, რომლებიც განკუთვნილი იყო მედიკამენტებისა და საკვების შემოსატანად და ამ გემებით იარაღის კონტრაბანდას სცილობდა. და სწორედ ამიტომ ბლოკადა მიზნად ისახავს ამ გემებს. მაგრამ იცით რა ხდის ამ სიტუაციას კიდევ უფრო შემოწიწუნებელს? ის ფაქტი, რომ ირანს უნდა სცოდნოდა, რომ ეს მოხდებოდა. ხედავთ, გასულ წელს მომხდარი 12 დღიანი ომის შემდეგ ირანის უმაღლესმა ლიდერმა ალი ხამენეიმ ეს გეგმა აამოქმედა. და გეგმა ძირითადად ის იყო, რომ თუ კიდევ ერთი ომი მოხდებოდა, ირანი უბრალოდ ეკონომიკურ ტერორიზმს გააჩაღებდა. ისინი აპირებდნენ დაესხნენ ყველა სპარსეთეთის ყურის ქვეყანას, მათ შორის ომანსაც, რომელსაც არ აქვს აშშ-ს ბაზები და არც აშშ-ს მოკავშირეა, რადგან ირანს სურდა განეხორციელებინა ეკონომიკური იძულების, ფაქტობრივად ტერორიზმის სტრატეგია, ჩემი აზრით. და ამ სტრატეგიის ნაწილი ასევე იყო ჰორმუზის სრუტის ბლოკირება, რადგან ირანმა გააცნობიერა, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ნავთობის ბაზრისთვის. და სწორედ ამიტომ ჰორმუზის სრუტე ასეთი მნიშვნელოვანია ამერიკელი აუდიტორიისთვის და რა თქმა უნდა ამერიკის პრეზიდენტისთვის. ეხლა თუ ამ სტრატეგიას უბრალოდ აიღებთ და ცოტა უფრო ღრმად დაფიქრდებით, თუ ირანი აპირებს ჰორმუზის სრუტის ბლოკირებას, მგონია რომ იმ ოთახში, სადაც სტრატეგიას გეგმავდნენ, ვიღაცას უნდა ეთქვა: ჰეი, თუ ჩვენ ჰორმუზის სრუტეს დავბლოკავთ, ხო არ უპასუხებს შეერთებული შტატები იმით, რომ ირანის პორტებს დაბლოკავს? რადგან მოდი გულწრფელად ვთქვათ, ეს გეგმა არც ისე გიჟურია. ჩვენ უბრალოდ ირანის სტრატეგიას ვიყენებთ ირანის წინააღმდეგ. მაგრამ ოთახში არც ერთ ადამიანს ეს აზრად არ მოსვლია. და აცის უფიქრიათ, რომ შეიძლებოდა ეთქვათ: ჰეი, იქნებ საკვები მარაგები უნდა მოვიმარაგოთ. საბოლოო ჯამში ქვეყანა ძალიან დამოკიდებულია იმპორტირებულ საკვებზე. და გამოიცანით რა, ყველას სჭირდება საკვები, თუნდაც ომის დროს. ასე რომ, იქნებ უნდა მოვიმარაგოთ. მაგრამ ეს აზრი არც ერთ ადამიანს წამითაც კი არ მოსვლია. და ახლა ბლოკადის დაწყებიდან მხოლოდ 11 დღეში ირანს უმთავრესი საჭიროება ეწურება, რაც ყველა ადამიანს სჭირდება. ეხლა გულწრფელად გეტყვით, ეს ჩემთვის მაინც ესეთი დიდი სიურპრიზი არ უნდა იყოს, რადგან მე ვიცი. ეს იგივე მთავრობა, რომელმაც თეირანის წყალმომარაგება ისეთ ცუდად მართა, რომ სულ რამდენიმე თვის წინ დედაქალაქის ევაკუაციაზე საუბრობდნენ, თეირანის ევაკუაციაზე და დედაქალაქის სამხრეთით გადატანაზე. და კიდევ ერთხელ, ეს ბუნებრივი მიზეზით არ მოხდა. იცით, ეს გვალვის ან რაიმე მოულოდნელის გამო არ ყოფილა. თავარი მიზეზი ამ ცუდი მართვის უკან თავად ისლამური რეჟიმი იყო. აი, მეტი დეტალი. ირანი 10 წლეულების განმავლობაში ყველაზე მძიმე წყლის კრიზისს ებრძვის და ოფიციალური პირები აფრთხილებენ, რომ თეჰრანი, ქალაქი, სადაც 10 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, შესაძლოა მალე საცხოვრებლად უარგისი გახდეს, თუ გვალვა გაგრძელდება. პრეზიდენტმა მასუდ პაზაშკიანმა გააფრთხილა, რომ თუ დეკემბრამდე წვიმები არ მოვა, მთავრობას თეჰრანში წყლის რაციონირება მოუწევს. და მაშინაც კი მოქალაქეებს შესაძლოა ქალაქის დატოვება მოუწიოთ. მაგრამ ირანის წყლის კრიზისი მხოლოდ მცირე ნალექით არ არის გამოწვეული. 10 წლეულების განმავლობაში არასწორმა მართვამ, მათ შორის კაშხლების გადაჭარბებულმა მშენებლობამ, უკანონო ჭაბურღილების გაბურღვამ და არაეფექტურმა სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკებმა მარაგები ამოწურა. ასე ამბობენ ათობით კრიტიკოსი და წყლის ექსპერტი, რომლებმაც ბოლო დღეებში სახელმწიფო მედიასთან ისაუბრეს. არასწორმა მართვამ წყლის დეფიციტის გამო 2018 და 2021 წლებში პროტესტები გამოიწვია. მთავრობა კრიზისის სხვადასხვა ფაქტორს აბრალებს, მათ შორის წინამთავრობების პოლიტიკას, კლიმატის ცვლილებასა და ჭარბ-მოხმარებას. წყლის დეფიციტი კიდევ უფრო ამძიმებს მოქალაქეებს, რომლებიც უკვე დაზარალებულ ეკონომიკაში ცხოვრობენ. თუ მთავრობას შესაძლებლობა ქონოდა, არ მისცემდა მოვლენებს ამ დონემდე მისვლის საშუალებას. ხომ იცით, არ უნდა დაეშვათ, რომ ასე მომხდარიყო. რა უნდა გააკეთოს მთავრობა?
ისევ იგივე მენეჯერები არიან, რასელიან მათგან. ექსპერტებსაც კი არ იყენებენ. ეხლა ეს საკვების და ელექტროენერგიის კრიზისი შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ ირანი ამბობს, მოლაპარაკებებს არ დაიწყებს, სანამ აშშ-ის ბლოკადა არ დასრულდება. გუშინ ნახეთ, რომ ირანული დელეგაცია ისლამაბადში, პაკისტანში გაფრინდა, რათა მოლაპარაკებები განეახლებინა. ისინი ერთს ამბობენ, მაგრამ რეჟიმი იმდენად არაკომპეტენტურია, რომ რეალურად ვერ ემზადება იმისთვის, რის გაკეთებაც სურს. სწორედ ამიტომ სურთ მათ მოლაპარაკებების განახლება. ეხლა პაკისტანელი ოფიციალური პირის თქმით, რომელიც ამ მოლაპარაკებების ნაწილი იყო, აი რა განიხილა ირანმა. პაკისტანელმა ოფიციალურმა პირმა Axios უთხრა, რომ არაგაჩისთან ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა იქნება მიმართული მოლაპარაკებების განახლებაზე შეერთებულ შტატებთან. არაგაჩიმ ასევე აღნიშნა, რომ ირანი არ გაითვალისწინებს ამერიკულ წითელ ხაზებს მოლაპარაკებების დროს. ირანი არ აპირებს აშშ-ის ზეწოლას დანებდეს, თუმცა ისინი მზად არიან რაციონალური და სამართლიანი მოლაპარაკებისთვის. გუშინ ვისაუბრეთ იმაზე, რომ სპეციალური წარმომადგენელი სტივ ბიტკოფი და ჯერედ კუშნერი არაგაჩის შეხვედრის მეორე დღეს ისლამაბადში გაფრინდნენ, რათა შეემზადებინათ სამიტი, მეორე სამიტი შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ალბათ ისე კარგად არ წარიმართა, როგორც ირანი იმედოვნებდა. რადგან ირანის დელეგაციის პაკისტანიდან წასვლისთანავე ტრამპმა განცხადება გააკეთა. და მან ძირითადად თქვა, რომ შეერთებული შტატები აღარ იფრენს პაკისტანსა და ირანს შორის მოლაპარაკებებისთვის. თუ ირანი სერიოზულად არის განწყობილი მოლაპარაკებებზე, მათ შეუძლიათ უბრალოდ აიღონ ტელეფონი და დაარეკონ. მოусმინეთ. დაარეკონ. მოусმინეთ. Fox News-ის ექსკლუზივი პრეზიდენტმა ტრამპმა ახლახან უთხრა ჩვენს აიშა ჰოსნის, რომ მან გააუქმა თავისი წარმომადგენლის ვიზიტი პაკისტანში, რათა ირანთან მოლაპარაკებები გაემართა. აიშა ჰოსნი გვიგზავნის პრეზიდენტის ამ პირდაპირ ციტატას. ცოტა ხნის წინ ჩემს ხალხს უთხარი, ისინი განგზავრებისთვის ემზადებოდნენ და მე უთხარი, არა, თქვენ არ აპირებთ 18 საათიან ფრენას იქ წასასვლელად. ყველა ბარათი ჩვენს ხელშია. ისინი ნებისმიერ დროს შეიძლება დაგვიკავშირდნენ, როცა მოუნდებათ, მაგრამ თქვენ აღარ აპირებთ 18 საათიან ფრენებს, რომ უბრალოდ იჯდეთ და არაფერზე ისაუბროთ. ეხლა ეს მნიშვნელოვანია. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც კვირის დასაწყისში დაგეგმილი ვიზიტი, სადაც ვიცე-პრეზიდენტი JD Vance უნდა განგზავრებულიყო მოლაპარაკებებზე, ჩაიშალა. ასე რომ ეს არის სასწრაფო ამბავი ჩვენი აიშა ჰოსნისგან. და ალექს ჰოგანი პირდაპირ ეთერშია თეთრი სახლიდან ექსკლუზიური დეტალებით. ალექს. გამარჯობა აიშა, ასე რომ მოლაპარაკებებში დიდი ცვლილება, რასაც დღეს არ ველოდი. და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად ფაქიზია ეს მოლაპარაკებები. მიუხედავად ფართო საერთაშორისო ძალისხმევის, ასე რომ ყველა ბოლო წუთს მოლაპარაკების მაგიდასთან დასვან. ზუსტად როგორც დილით, ყველაფერი შეიძლება უბრალოდ ჩაიშალოს. რასაც ველოდით, რომ სტივ ბიტკოფი და ჯარედ კუშნერი აშშ-ის წარმომადგენლები დღეს პაკისტანში ამ დელეგაციას უხელმძღვანელებდნენ. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა როგორც თქვენ ახსენეთ, დღეს Fox News-ის აიშა ჰასანისთვის განაცხადა, რომ მან ეს ვიზიტი გააუქმა. ეს ხდება იმ დროს, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი უკვე დატოვა პაკისტანი. პრეზიდენტი ტრამპი კიდევ ერთხელ ამბობს, რომ აზრი არ აქვს მათ 18 საათიან ფრენაზე გაგზავნას და რომ ირანს ნებისმიერ დროს შეუძლია დარეკოს. ამის შემდეგ ტრამპმა თავის Twitter-ზე ესეთი განცხადება გამოაქვეყნა. მე ახლახან გავაუქმე ჩემი წარმომადგენლების ვიზიტი ისლამაბადში, სადაც ისინი ირანელებს უნდა შეხვედროდნენ. მოგზაურობაში ძალიან ბევრი დრო იკარგება და ეს ძალიან დიდი სამუშაოა. სხვათა შორის, თუ არიცით, ამერიკიდან პაკისტანში ფრენა ერთ გზაზე 16 საათს გრძელდება. მიდიხარ იქ, ალბათ აქ ჭირდება დრო, რომ ასეთი ფრენის შემდეგ ძალები აღიდგინო. შემდეგ შეხვედრას მართავ ირანელებთან და ისევ ბრუნდები უკან. ეს კიდევ 16 საათია, ასე რომ აშკარად ძალიან გრძელი მოგზაურობა. მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, გავაგრძელოთ დონალდ ტრამპის განცხადება. გარდა ამისა, ირანის ხელმძღვანელობაში უზარმაზარი შიდა დაპირისპირება და დაბნეულობა. არავინ იცის, ვინ არის პასუხისმგებელი, თვითონ ირანელებმაც კი. ასევე, ყველა ბერკეტი ჩვენ გვაქვს, მათ არაფერი აქვთ. თუ საუბარი უნდათ, უბრალოდ შეუძლიათ შეერთებულ შტატებს დაუკავშირდნენ. ჩემი აზრით, ეს ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ რიტორიკა. მე არ ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ დრომ დონალდ ტრამპის სიტყვებია, თითქოს ჩვენ არ გვინდა მოლაპარაკება. ასე რომ ირანი, როგორც ხედავთ, საბოლოოდ ღიად დათანხმდება მოლაპარაკებებს, რადგან ეს შეიძლება იყოს სტრატეგია, რომელსაც დონალდ ტრამპი იყენებს. მან მსგავსი რაღაცები ადრეაც გააკეთა. მაგრამ ამჯერად, როგორც ჩანს, მოლაპარაკებები ნამდვილად შეწყდა. ამის თვის მიზეზი ისაა, რომ პაკისტანში მზადდებოდა დიდი შეხვედრა შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ისლამაბადში. თუმცა ეს მზადებები ახლა იშლება. ბოლო 2 კვირის განმავლობაში ისლამაბადი ფაქტობრივად დაკეტილი იყო, რადგან ჭორები დადიოდა, რომ შემდეგი შეხვედრა დიდი იქნებოდა, სადაც შეთანხმებას მიაღწევდნენ ან თუნდაც ხელს მოაწერდნენ. ასე რომ იყო შანსი, რომ პრეზიდენტი ტრამპი თავად გამოჩნდებოდა. და ამის გამო ისლამაბადი, პაკისტანის დედაქალაქი, ჩაკეტილ მდგომარეობაში იყო. მაღაზიები დაკეტილი იყო, ქუჩები ჩვეულებრივი ადამიანებისთვის გადაკეტილი იყო და ყველგან უსაფრთხოების თანამშრომლები იდგნენ. ყველგან ბარიკადები იყო. ფაქტობრივად, ბოლო 2 კვირის განმავლობაში ჩვეულებრივი ცხოვრება შეჩერდა. ეხლა კი როგორც ჩანს, ეს მზადებები უქმდება. ქალაქი ისევ იხსნება. უსაფრთხოების ბარიერები იხსნება.
ეს ნამდვილად არ არის კარგი ნიშანი მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ. ამასთან ერთად, New York Post-ის ჟურნალისტი და სავარაუდოდ სხვა ამერიკელი ჟურნალისტებიც ჯერ კიდევ ისლამაბადში არიან იმ ბოლო მოლაპარაკების შემდეგ, რომელიც დაახლოებით 3 კვირის წინ გაიმართა. ალბათ ვარაუდობდნენ, რომ კიდევ ერთი შეხვედრა იქნებოდა, ამიტომ ქალაქში დარჩნენ. ამ ჟურნალისტებიდან ზოგიერთს პირდაპირ კონტაქტი ჰქონდა თეთრსახთან და შესაძლოა თვითონ პრეზიდენტ ტრამპთანაც კი. როგორც ჩანს, დღეს დილით პრეზიდენტმა ტრამპმა ერთ ჟურნალისტს მესიჯი მისწერა და უთხრა: "ჰეი, შეგიძლია სახლში დაბრუნდე." ალბათ მიანიშნა, რომ უახლოეს მომავალში კიდევ ერთი შეხვედრა არ იგეგმება. ცოტა დამაბნეველია, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი უბრალოდ მესიჯებით ატყობინებს ხალხს მნიშვნელოვან ამბებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს მაინც დიდი ამბავია. და ეს ნამდვილად მიანიშნებს იმაზე, რომ მოლაპარაკებების შესაძლოა მთლიანად ჩაიშალა. ეს ნიშნავს, რომ ომი ნებისმიერ დროს შეიძლება განახდეს. მეორეს მხრივ, მინდა კიდევ ერთი ვარიანტი შემოგთავაზოთ, თუ რა შეიძლება მოხდეს. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ მოლაპარაკებები სხვა ქალაქში გადაინაცვლებს, მაგალითად შვეიცარიაში. სწორედ იქ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ომის დაწყებამდე, თებერვალში. ასე რომ, ესეც შესაძლებელია. მაგრამ ჩემი აზრით, ამის ალბათობა ძალიან დაბალია. ასე რომ, უფრო სავარაუდოა, რომ შემდეგ ვიდეოში ომის განახლებაზე ვისაუბრებთ. ეხლა ირანელებისთვის ეს ნამდვილად ცუდი ამბავია, რადგან როგორც ვიდეოს დასაწყისში ვთქვით, ინფლაცია უკონტროლოა. საკოი პორტებში არ შედის. და ეხლა, თუ ომი განახდება, ინფლაცია კიდევ უფრო გაუარესდება. აი, მეტი დეტალი. ვფიქრობ, დასაწყისისთვის შეგვიძლია გავითვალისწინოთ ბოლო რამდენიმე თვე, რომელიც მეორე ომით დასრულდა. იანვარსა და თებერვალში ინფლაციამ თვეში 8%-ს მიაღწია. იქიდან დაწყებული და ვივარაუდოთ, რომ ის ყოველ თვეში ან ორ თვეში 1%-ით გაიზრდება. წლის ბოლოსთვის თვეში 11-12%-იან ინფლაციასთან გვაქვს საქმე. ეს ფაქტობრივად 200%-ზე მეტი ფასების ზრდაა. ამიტომ საშუალო საქონლის ფასი 3-ჯერ გაიზრდება. სამწუხარო, მაგრამ ამ ეტაპზე საკმაოდ მოსალოდნელ სცენარში თუ კიდევ ერთი კონფლიქტი დაიწყება, ვფიქრობ, ისევ შეგვიძლია იანვრისა და თებერვლის ინფლაციიდან დავიწყოთ, მაგრამ თუ ყოველ თვეს 1%-ს ან 2%-ის დავუმატებთ, წლის ბოლოსთვის ვფიქრობ, ინფლაცია თვეში 20%-ზე მეტი იქნება. და თქვენ ხედავთ ტენდენციას. მე ვსაუბრობ ინფლაციაზე თვეების ჭრილში, აღარ წლების მიხედვით. და ეს არის რეალობა, რომელსაც ვაწყდებით. ამ შემთხვევაში ჩვენ საუბრობთ 500%-იან ინფლაციაზე. ეხლა, რომ გავიგოთ, რატომ იქცევა ირანი ასე როგორც ეხლა იქცევა, უნდა დავბრუნდეთ უკან. და მნახოთ, როგორ მივიდა ირანი იქამდე, სადაც სტრეს არის. ეს მხოლოდ იმას არ ნიშნავს, რომ 1979 წლამდე დავბრუნდეთ, როცა ისლამური რევოლუცია მოხდა. სინამდვილეში კიდევ უფრო უკან უნდა დავბრუნდეთ. მე-19 საუკუნეში, როცა ყაჯართა დინასტია მართავდა ირანს და დავაკვირდეთ, როგორ ახდენს იმ დროინდელი მართველი კლასის გადაწყვეტილებები დღემდე გავლენას ირანზე. და იცით რა? ზუსტად ამას ვაკეთებთ ჩვენს მრავალნაწილიან პოდკასტში, რომელიც სწორედ დღეს გამოვიდა. თუ თქვენ დაინტერესებული ხართ ირანის ისტორიით და იმით, თუ როგორ მივედით დღევანდელ მდგომარეობამდე, აუცილებლად მოусმინეთ მას. შეგიძლიათ უყუროთ მას აღწერაში მოცემულ ბუნებზე დაჯერით, ან უბრალოდ დააჭიროთ ეკრანზე გამოჩენილ ვიდეოს.